ეს პერიოდში გაეცნობა. ცნობილი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის აიდა თბილისში ჯუზეპე ვერდის ოპერა, რომელიც კინოსტატმა 2001 წელს დადგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად იქნება წარმოდგენილი. მთავარ პარტიებს სპექტაკლში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოპერის ვარსკვლავები იმღერებენ. 4 მარტს სოპრანო ტენორ იანო თამარ ალიბეგაშვილთან და გიორგი ონიანთან ერთად მეცო ანიტა რაჯოლიშვილიც გამოჩნდება. ოპერის აიდას ძეფირელისეულ ვერსიას ქართველი მაყურებელი თბილისის ოპერის თეატრში პირველად ნახავს. ფრანკო ძეფირელიმ აიდა 2001 წელს ვერდის 100 წლის თავის აღსანიშნავად კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოს საოპერო თეატრში დადგა. სპექტაკლი თბილისის ოპერის სცენაზე ფრანკო ძეფირელის მუდმივმა ასისტენტმა სტეფანო ტრესპიდიმ გადმოიტანა და რეპეტიციებს სცენაზე თავად ატარებს. ფანტასტიკური შტაბეჭდილება მაქვს, ყველა ენერგიულად მუშაობს და ცდილობს აჩვენოს საუკეთესო სანახაობა. ძალიან თბილად მიმიღეს. განცდა მაქვს თითქოს საკუთარ სახლში ვარ. ქართველი მომღერლები მსოფლიოში აღიარებულები არიან. საოცარი ხმები აქვთ. სპექტაკლის პირველ საპრემიერო ჩვენებაზე თბილისის ოპერის ხელმძღვანელობამ, რომლისთვისაც აიდა პირველი საპრემიერო სპექტაკლია, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლები მოიწვია. პირველ სპექტაკლში მთავარ პარტიებს იანო თამარი, გიორგი ონიანი, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე და გიორგი ანდღულაძე იმღერებენ. 2005-ში შესდგა ჩემი დებიუტი, პირველად აქვიმღერე ამ სცენაზე ეს როლი და იმის მერე დღემდე მომიწია 157 ჯერ სიმღერა სხვადასხვა რეჟისურებით და სხვადასხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა. ფრანკო ძეფირელის რეჟისური ჯერ არ მქონია ბედნიერება, რომ მიმეღო მონაწილეობა. ფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო, იქიდან გამომდინარე თუ შევხედავთ როგორი დეკორაციებია სცენაზე, ალბათ შესაბამისად შესატყვისი იქნება კოსტიუმები. აიდას პარტიას კი იანო თამარ ალიბეგაშვილი შეასრულებს. 70-ზე მეტი შესრულებული პარტიიდან იანო თამარი მიიჩნევს, რომ აიდას პარტია მისთვის ერთ-ერთი რთულად შესასრულებელი და საპასუხისმგებლოა, თუმცა მნიშვნელოვანი. ეს საკმაოდ კომპლექსური პერსონაჟი არის, როგორც თვითონ როგორც როლი, როგორც პერსონაჟი და როგორც ასე ვოკალური თვალსაზრისით, ამიტომ რა თქმა უნდა, რომ ეს ძალიან საინტერესო არის. განსაკუთრებული იქნება მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის შეხვედრა ქართველ მაყურებელთან თბილისის ოპერის სცენაზე. ეს მისი პირველი საოპერო სპექტაკლია, რომელსაც კოლეგებთან ერთად იმღერებს. მეცო-სოპრანო ოპერის თეატრის სცენაზე პირველ რეპეტიციას 27 თებერვალს გაივლის. უკვე ცნობილია, რომ ლასკალას, დეტროიტის თეატრის და ვერონა არენას შემდეგ ანიტა რაჭველიშვილი ამნერისის პარტიას თბილისის ოპერაში ერთადერთ სპექტაკლზე 4 მარტს შეასრულებს. ეს იქნება პირველი დადგმა, რომელსაც შევასრულებ. საკმაოდ მნიშვნელოვან როლში ჩემთვის, ჩემი კარიერისთვის და ძალიან მახარებს, რომ ჩამოდის ასეთი არაჩვეულებრივი დადგმა, არაერთხელ მაქვს დამღერი მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში ძეფირელის ეს დადგმა და მაქვს შანსი, რომ თბილისშიც შევასრულო არაჩვეულებრივი რეჟისურა, არაჩვეულებრივი კოსტუმებით, არაჩვეულებრივი მეიქაპით. 5 მარტს აიდას თბილისის ოპერის სოლისტები, 7 მარტს კი მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებიდან მოწვეული ვარსკვლავები იმღერებენ. ძეფირელის გახმაურებული სპექტაკლის წარმოდგენები მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადება. საკონკურსო სიმღერაზე მუშაობა თითქმის დასრულდა, რამდენიმე დღეში კლიპის გადაღება უნდა დაიწყოს. უკრაინის დედაქალაქ